ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით. დღეს ვიმყოფებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან და როგორც შეგვიძლია, საუბარი გვექნება საარჩევნო ბარიერზე, რომელიც დაკანონებული გაყალბება და უსამართლობა, რომელსაც პოლიტიკაში მყოფი ადამიანები და ორგანიზაციები არ აპროტესტებენ. მიზეზი მარტივია. თუ მათ ხმებს სხვა ითვისებს, ეს ცუდია, ხოლო თუ სხვის ხმებს ისინი ითვისებენ, ეს ნორმაა და მისაღებია. როგორც მოგეხსენებათ, 1%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში პარტია ბიუჯეტიდან ფინანსდება წლიურად 300,000 ლარით. ანუ პარტია დაახლოებით 20,000 ხმის მიღების შემთხვევაში ბიუჯეტიდან ხალხის ფულს მიიღებს. მაგრამ უფლებას, რომ ამ ხალხისთვის რაიმე სასიკეთო კანონი და გადაწყვეტილება მიიღოს, არა. ამას ქვია უკანონობა, უსამართლობა და გაყალბება. იმიტომ რომ ეს ათასობით ხმები ნაწილდება იმ პარტიებზე, ვინც ბარიერს გადალახავს. ანუ თქვენ სხვას აძლევთ ხმას და თქვენს არჩევას სხვა ითვისებს. ის აკუთრებს იმას, რაც მას არ ეკუთვნის. ამას ქვია გაყალბება და ბოროტება. და თუ თქვენს ხმებს ითვისებენ ურცხვად, რა შეუშლით ხელს, რომ შემდგომ ბიუჯეტში თქვენი გადახდილი ფული მიითვისონ. ასეც ხდება. მოგეხსენებათ, იურისტები გამოვიდნენ აქციაზე და აპროტესტებდნენ გაყალბებულ არჩევნებს, ანუ უსამართლობას. ერთმა იურისტმა მაინც აუხსნა სამორჩევლებს, რა საერთო აქვს სამართლიანობასთან, როცა 5%-ს ერთი ხმაც რომ დააყდეს, ერთ მანდატსაც ვერ იღებ, ხოლო ის ვინც 5%-ს აიღებს, ანუ ერთი ხმით მეც, იმას მიაქვს შენი ხმები და გარკვეული რაოდენობა მანდატებს იღებს. უფრო მეტიც, ბარიერ გადალახულებს აქვთ უფლება თავიანთი ხმების შეკრიბონ, თან დაამატონ ბარიერ გადავლახავების ხმები და შექმნან უმრავლესობა და დააკომპლექტონ მთავრობა. თუ ბარიერ გადალახულებს აქვთ ხმების შეკრიბის უფლება, რატომ არ შეიძლება ბარიერ გადავლახავებმა შეკრიბონ თავიანთი ხმები? ეს არის უსამართლობა, ბოროტება, რაც ხელს უწყობს პოლიტიკაში მონოპოლიების არსებობას. მსგავსი ბოროტება და უკანონობა და უსამართლობა რომ აღარ იყოს და სამართლიანად ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ჩატარდეს არჩევნები, საჭიროა ყველანაირი ბარიერის გაუქმება. ყველამ მიღებული ხმების შესაბამისად უნდა მიიღოს მანდატები. მეტიც, თუ ერთი მანდატისთვის საჭირო რაოდენობის ხმებს ვერ მიიღებს ორი პარტია, მათ უფლება უნდა ჰქონდეს თავიანთი ხმების გაერთიანება და კუთვნილი ერთი მანდატის მიღება. შესაბამისად, 2 წელი ერთი პარტიის წარმომადგენელს ექნება საშუალება საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების გამოხატული დამცველი იყოს პარლამენტში, მეორე 2 წელი მეორე პარტიის წარმომადგენელს. ეს არის სამართლიანობა. სულ საუბარია, რომ ეროვნული, რელიგიური და სექსუალური უცნაურობის უფლებები უნდა იყოს დაცული და დაცულია კიდეც. მაგრამ უმცირესობაში მყოფი ამომრჩევლის უფლებების დაცვაზე არავინ არ საუბრობს და არც არის დაცული. მათი უფლებების დაცვამ შეიძლება შეცვალოს პოლიტიკური რეალობა ქვეყანაში. რაც თავარია, პასიურ ამომრჩევლს გაუჩინოს რწმენა, რომ მათი ხმა არ დაიკარგება, მნიშვნელოვანია და შეიძლება გადამწყვეტი იყოს ცვლილებებისთვის. საპარლამენტო სისტემის მომხრეთა არგუმენტია, რომ 3-4 პარტია, რომელიც შექმნის უმრავლესობას, ერთმანეთის კონკურენტია და ერთმანეთს გააკონტროლებენ. არ და ჩვენ რეალობაში ეკონომიკაში რამდენ სფეროშია, რომ 3-4 კომპანია, რომლებიც წესით ერთმანეთის კონკურენტები უნდა იყვნენ, შეთანხმებულად მოქმედებენ და დარწმუნებენ ხალხს. არიან მონოპოლისტები. იგივეა პოლიტიკაში. ფაქტია, რომ საპარლამენტო სისტემამ არ გაამართლა. საჭიროა საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლა, როცა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება პრეზიდენტს. ერთი ნორმალური აზროვნების, ქცევის, განათლების და გამოცდილების ადამიანის არჩევა თუ არ შეგვიძლია, 150 ან 100 მით უმეტეს ვერ ავირჩევთ. არ და თქვენს აქტიურობაზე და სწორ არჩევანზეა დამოკიდებული ხალხის, ქვეყნის, თქვენი ოჯახის შვილების მომავალი. YouTube-ზე და Facebook-ზე გამოიწერთ ეკონომიკური კეთილდღეობა, მოიწონეთ ჩანაწერები და გააზიარეთ, რომ მეტმა ადამიანმა ნახოს და გაერთიანდეს იმ მოსაზრებების და ხედვების ირგვლივ, რომელიც ქვეყნისთვის და ხალხისთვის სიკეთის მომტანია.